აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ხდომაზე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია ინფორმაციით წარსდგა აფხაზეთის ქონების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების საქმიანობაზე კონტროლის მდგომარეობის შესახებ. საკითხის განხილვაში მონაწილეობდა მთავრობის ხდომაზე სპეციალურად მოწვეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო, საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა. აგრეთვე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აფხაზეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვითი პროგრამების რეგულაციებისა და ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ. დღევანდელ მთავრობის ხდომაზე დღის წესრიგში განხილული იყო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის გარემოება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში აღინიშნება დადებითი ტენდენცია ფინანსური თვალსაზრისით. დაახლოებით 75%-ით არის პროგრამული ბიუჯეტი გაზრდილი ბოლო 3 წლის განმავლობაში. ჩვენ ყოველწლიურად გვემატება სრულიად ახალი საპილოტო პროგრამები, რომელიც არის ძალიან ეფექტური, უშუალოდ ბენეფიციარების საჭიროებაზე მორგებული და ასევე მინდა აღნიშნო, რომ ძალიან დიდ რესურსს უთმობს სამინისტრო თვითონ ინფორმირებულობის გაზრდაში. და სწორედ ეს განაპირობებს იმ გარემოებას, რომ ყოველი კვარტლის ბოლოს დამუშავებული ინფორმაციისა და ანალიზის შედეგებით ხვდებით, რომ სამინისტროს ბენეფიციარების დაახლოებით 90% გახლავთ პირველადი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი კვარტალი იყო ძალიან წარმატებული ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით. ყველა სახის შემოსავლები, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის შესრულებასთან, ჩვენ შევასრულეთ. ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა კარგად გაართვეს თავი ამ ბიუჯეტის შესრულების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და დაფიქსირდა ის შედეგი, რაც ძალიან მისაღები იყო ჩვენი სტრუქტურებისთვის, სოციალური სფეროების პრიორიტეტები დარჩა, სწორად, სტაბილურად და შეუფერხებლად ისინი ფინანსირდებოდნენ. მე მინდა გითხრათ, რომ ხარჯვითი ნაწილი პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით დაფიქსირდა. პრინციპში ყველა ის, რაც სოციალურ მიმართულებებს ახასიათებდა, მაღალი თითქმის 100%-იანი შესრულება ჰქონდა ჩვენ პირველ კვარტალში. ხდომაზე აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის ინფორმაციაც მოისმინეს სამინისტროს სისტემაში შემოვალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის შედეგების თაობაზე. დღეს აფხაზეთის მთავრობის ხდომაზე განხილულ იქნა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ სამოქმედო გეგმის შესაბამისად სამინისტროს მმართველობის სფეროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური შესაბამისობის აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც დადებითი შეფასება მიეცა.